მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. დღეს ისევ ახალი რჩევებით და ახალი ნიღბით მოვედი. მოგეხსენებათ ამ ცხელ ზაფხულზე სახე ძალიან შრება, ძალიან გადამეტებული როჯი სახეს აშრობს და აზიანებს. ამიტომ დღეს მე მოგიმზადებთ და გასწავლით ისეთ ნიღაბს, ისეთ რჩევას მოგცემთ, რომ სახეც დაგიტენიანდეთ და სახეც ერთგვაროვანი გაგიხადოთ. მაშასე ეს ინგრედიენტებია. ეს ფხვნილი ყველა მიცის, ჟენშინის ფხვნილი, ჟენშინის ძირების, ბრინჯის ფქვილი, ნატურალური თაფლი, 1 კოვზი ვარდის წყალი და რამოდენიმე წუთს ნატურალურ ცეთს უზავ, რომ უფრო სახე დაგვიტენიანდეს. მაშასე შეუდგეთ საუკეთესო ნიღბის გამზადებას. თქვენთან ერთად ხსნი ჟენშინს, აიღურეთ და უშრები 1 კოვს. 1 კოვსი. ბრინჯის სახამებელი 1 კოვსი. ეს ბრინჯის სახამებელი მარტო არა თეთრებს კანს, ერთგვაროვანსაც ხდის. 1 კოვზი ნატურალური თაფლი. დაინახეთ, ყველაფერს გაჩვენებთ. ეს არის ჩემი გამოხდილი, რომელსაც მიცერალურის მაგივრად ხმარობ, ვარდის წყალი. ვარდის წყალი. ძალიან მას გამოვიღებთ თქვენთან ერთად. ეს იტალიაში შევიძინე ნატურალური ზეთია. ნახეთ. რამოდენიმე წვეთი უყარ. რომ უფრო კარგად დაგვიტენიანოს კანი. მაშასე დავიწყოთ ჩვენი ნიღბის მორევა და ერთგვაროვანი გავხადოთ. ეს არის საუკეთესო ნიღაბი. აუნჯობესებს სახის კანს. ეს ჟენშინი არის ძალიან კარგი. აინახეთ როგორი მასალა მივიღეთ. იმდენი გამოვიდა, ეხლა რა პორციებიც მეკითხარით, რომ დეკოლტის ჩათვლით ისმევა. ეს შეინახება, მაგრამ ეს პორციები მე ისე გავაკეთე, რომ ახალ-ახალი გირჩევნიათ გააკეთოთ. ჩვენი ნიღაბი მზად არის და ესეთი მივიღე. მაშასე ვისაც შეგიძლიათ ამითი იხმაროთ, მე ამითი მეხერხება, ამითი უფრო ძალიან კარგად ისმევა და მე ამითი წავისმო. მაშასე ცენტრიდან პერიფერიისკენ არაჩვეულებრივი ნიღაბია. ამას რო თვითონ ჩამოიბანთ, 1 წელს მაზევე უკვე შედეგია. საერთოდ სახის კანი თუ გინდათ, რომ ერთგვაროვანი გქონდეთ, ლაქები არ გაგიჭდეთ, უფრო ახალგაზრდული ერი მიიღოთ, ყოველთვის უნდა მიატანოთ სხვადასხვა ნიღბებს, ყინულები მიაშველოთ, ყინულის კუბიკები გაიკეთოთ და ამასთან ერთად სახის მასაჟი. სახის მასაჟი ისეთი
არ ვიცი, ერთ მასახის მასაჟმა შეიძლება ისეთი შედეგი დაგიდოთ. მე ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა მასაჟი, საერთოდ მასაჟისტი ვარ. კოსმეტოლოგიის გარდა პროფესია მასაჟისტობა მაქვს. დამთავრებული, მაგრამ სახის მასაჟით შევისწავლე. რაჩემ მოდიშ გიხდით ჩემო მეგობრებო, დღეს დასვენების დღე მქონდა და არ გავედი, რომ უფრო სწავლა და ვადგენ იმ გეგმას, რა გეგმითაც მინდა დავიწყო მუშაობა და დასვენების დღეზე არ გავედი. აგვისტოდან მე თვითონ დავისვენებ ერთი თვე და სექტემბერს დაგიბრუნდებით არაჩვეულებრივი მიღბებით, არაჩვეულებრივი ცოდნით, არაჩვეულებრივი მასაჟის ტექნიკებით, ვინც ჩვენ ჯგუფში გაწევრიანდება და მოგყვება სწავლაზე, ის რა თქმა უნდა შეისწავლის დახურულ ჯგუფში. ერთი კიდევ რა უნდა მეთქვა, ჩვენ დახურულ ჯგუფში, ჩვენ მოსწავლეებს ეხებათ ეს, ვისაც უნდათ, ვინც უკვე ხართ და მეც ვიცი უკვე, რომ ვისაც გინდათ უკვე ძალიან ბევრი მსურველია. ზოგი მეუბნეო და ეხლავე ჩაგირიცხავთ თანხას, რომ დავიკავოთ ადგილი. არა, ჩარიცხვა არ უნდა წინასწარ. აგვისტოს თვეში, აგვისტოს ბოლომდე აუცილებლად 20 რიცხვიდან დაიდება ლინკი თავის პოსტთან ერთად, რომელშიც დაწურილებითი იქნება, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა მოხვდეთ, თანხას რო ჩარიცხავთ, სად უნდა ჩადოთ ის ჩარიცხვის ქვითარი, ვის უნდა გაუგზავნოთ. მე მარტო არა ვარ, მე მყავს ჩემი ადმინი, რომ დაგამატოთ ჯგუფში და მოხვდეთ. ერთი ეს მინდოდა მეთქვა, ვინც საქართველოში არ ხართ, ძალიან ბევრია საქართველოს ემიგრაციიდან ერთვება ჩემ ჯგუფს. მათ გასაკონდათ ვიძახი. ნამდვილად სულ ყველას გადმოგეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი, ჩემი საავტორო წიგნი, რომელიც გაყიდვაში არასდროს არ იქნება და შეიქმნა ჩემი მოწაფეებისთვის. მაგრამ ეს გაიგზავნება მხოლოდ საქართველოში. არასდროს მე ჩემ რასაც ვიტყვი, იმის რომ მე არ მომთხონ არის, მე მომსწრევ არ ამ ყველაფრისა, რომ მე გეტყვიდნენ, აი ყველას უგზავნიდით და მე აქა ვარ და არა. საქართველოში გეყოლებათ ვინმე, ვისაც შეუძლია რომ აიღოს თქვენი სერტიფიკატი, თანხას არაფერს არ გადაიხდის, სერტიფიკატი და წიგნი და მისამართს ჩავგიგდებთ და ესე გავგზავნით საქართველოს. საქართველოს საზღვრებს გარეთ არ იგზავნება ჩემი არც სერტიფიკატი და არც წიგნი. ყველას გეყოლებათ საქართველოში დატოვილი ოჯახი, ვინმე და გავგზავნით იმას. ძალიან ბევრი მსურველია, მე თვითონ გაკვირვებული ვარ ძალიან. სულ ჩემი, აი ესე 40 წლის ზემოთ არის უფრო ჩემი მოწაფეების ნაკადი, უფრო ვინც მსურველებია. ძალიან დიდი მოხარული ვარ მდობისთვის. თითოეული ადამიანის აი მთვილი სიტყვებისთვის, შექებისთვის. მადლობთ, დიდი მადლობა ყველას. ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო. 100 მაგად და 1000 მაგად. მაშასე შევხვდებით მომავალ მიღბის მოტანამდე.